მოგესალმებით, მე ვარ ნინო ამონაშვილი და დღეს ვისაუბრებ ბავშვების მზაობასთან დაკავშირებით ბაღთან მიმართებაში. ბაღი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თითოეული ბავშვის ცხოვრების. ეს არის ადგილი, სადაც ხდება სოციალიზაციის ერთ-ერთი პირველი ყველაზე ძირეული ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია, რომ ყველა ბავშვმა მოახერხოს რაღაცა პერიოდი მაინც ბაღში სიარული. თუმცა, ხშირად მშობლების სხვამე შეკითხვას, როდის არის ის დრო, როდესაც ბავშვი არის მზად ბაღში წასასვლელად. ეს დრო არის ძალიან ინდივიდუალური. ზოგადად ითვლება, რომ ყველაზე ოპტიმალური დრო ბავშვის ბაღში წასასვლელად არის დაახლოებით 3 წლის ასაკი. ეს არის უკვე ის პერიოდი, როდესაც ბავშვი გარკვეულწილად მეტყველებს, შეუძლია გადაბმოთ რამდენიმე წინადადების თქმა და თავისი გულის ტკივილის თუ სხვადასხვა საჭიროების გადმოცემა პედაგოგებისთვის. ასევე კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მის დასადგენად მზად არის თუ არა თქვენი შვილი ბაღში წასასვლელად, არის ის ფაქტი, თუ რამდენად შეუძლია ბავშვს განშორება მშობელთან ცოტა დიდი ხნის მანძილზე მაინც. რამდენად მარტივად ახდენს ადაპტირებას ახალ გარემოში. ანუ მაგალითად თუ შეუძლია მშობლის გარეშე უპრობლემოდ 1-2 ან 3 საათი გადაბმოთ უცხო გარემოში დარჩენა. თუ ეს პირობები ბავშვს აქვს, მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ბავშვი მზად არის ბაღში წასასვლელად. ზოგი ბავშვის შემთხვევაში ეს შეიძლება მოხდეს 2 წლამდე ასაკში, ზოგი ბავშვის შემთხვევაში ეს შეიძლება 4 წლამდეც არ მოხდეს. ამიტომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური. თუმცა, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ არის შემთხვევები, როდესაც მშობელს სჭირდება, რომ ბავშვი 3 წლამდე უფრო ადრე მიიყვანოს ბაღში, ვინაიდან ზოგჯერ მუშაობთ ან სხვა პირობები გვაქვს, რის გამოც აუცილებელია, რომ ბავშვი ბაღში მივაყვანოთ. ასეთ შემთხვევაში სასურველია, რომ ბაღი შევარჩიოთ ისე, რომ ჯგუფი იყოს მაქსიმალურად პატარა, პედაგოგებს ჰქონდათ საშუალება ინდივიდუალურად ურთიერთობის თითოეულ ბავშვთან, პედაგოგები იყვნენ მაქსიმალურად გულკეთილები, გულთბილები, არ იშურებდნენ ჩახუტებას, სიყვარულს თითოეული ბავშვისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ დროს ადაპტაციის პერიოდის საშუალება გქონდეს. ანუ მშობელს ჰქონდეს იმის უფლება, რომ ბაღში გარკვეული პერიოდი ბავშვთან ერთად დაჰყოს და დაეხმაროს მას ადაპტაციის გავლაში. ზოგადად თითოეული ბაღი უნდა იყოს ადგილი, რომელიც სავსე არის სიყვარულით, მიმღებლობით, იქ უნდა იყვნენ პედაგოგები, რომლებიც გულღიები ხვდებიან ბავშვებს, გულწრფელად ელიან მათ ყოველდღე, უმზადებენ სიხარულს, ბედნიერებას და მე იმედი მაქვს, რომ თითოეულ ბავშვს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მთელ მსოფლიოშიც აუცილებლად ელის ასეთი ბაღი.